inside that I cannot define. I think I'm going crazy. Blood like wine. Blood like wine running inside me. Opens my eyes and makes me see. Know everything is fine. Blood like wine. It's burning inside me. Desire to be free. There's change I find like the air still change. Invisible hands that shape your brain. We don't need any more signs. Blood like wine. Red wine, cheap wine, I don't care. But I won't stand still, I swear. You don't draw my line. Blood like wine. It's burning inside me. Desire to be free. Go! მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს Ford Mustang SN95, მისი წარმოება დაიწყო 1994 წელს, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე. ეს არის მუსტანგერების ერთ-ერთი საყვარელი მოდელი, რომელმაც ფაქტიურად, ესე იგი, ძალიან დიდი ისტორია დაწერა. მისი ძრავი შეადგენდა 3 და 8 და ასევე GT 4 და 6, თუმცა კონკრეტულად ამ მანქანაში გვაქვს ჩვენ 5 და 0. თავის დროზე აქაურ ქართველ მეპატრონეს აქვს როგორც ჩანს, ესე იგი, ძრავი გამოცვლილი. მანქანა მშვენივრად არის მექანიკა. მე ვიარე დღეს და სიამოვნების მეტი მართლა არაფერი არ მიმიღია. ამ მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი და განსხვავებული რაც აქვს, ეს არის ის, რომ მას უკან უყენია ორ-ორი ამორტიზატორი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოსახვევებში მაქსიმალური ჩვენი სიჩქარით, რასაც შევძლებთ, შევიდეთ და მანქანა არ მოგიცურდება. არ დახტის ესეთ ხასავეთ, როგორც სხვა მოდელის გინდა მუსტანგები ან იყოს ნებისმიერი სხვა მანქანები, იმ დროინდელი 90-იანი წლების, ეს მანქანა კი ამ მხრივ არის მართლაც გამორჩეული. ექსტერიერი ამ მანქანის არის ძალიან ლამაზი, ვიზუალი არის მშვენიერი, რომელიც მე ძალიან მომწონს და მაკმაყოფილებს თავიდან ბოლომდე. პრინციპში მე ბავშვობიდანვე, როდესაც ვაკვირდებოდი მუსტანგის მოდელებს, ეს მანქანა იყო ზუსტად ერთ-ერთი გამორჩეული პირადად ჩემთვის. მომწონდა მისი ვიზუალიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მოყვარული ვარ ასევე ამერიკული მანქანების გარდა იაპონური მანქანების, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და თითქოს აი ამ მანქანის ვიზუალში შერწყმარის იაპონიისა და ძველი ამერიკული მანქანის. იმიტომ რომ იმ პერიოდში 1990-იანებში, 80-იან წლებში ძალიან ესე იგი წამოვიდა ამერიკაში იაპონური მანქანები. და მოთხოვნილება, ასე ვთქვათ, მოხმარებელიდან და ავტომოყვარულებიდან იყო აი ესეთი ვიზუალის მანქანების. ამ პერიოდში, ანუ 80-იან წლებიდან Ford შეექმნა ფინანსური პრობლემები, თან მაშინ იყო მსოფლიო კრიზისი, საწვავი ძალიან ძვირი ღირდა და აქედან გამომდინარე დაიწყეს უკვე პატარა ძრავების ჩადგმა. ჩვენ ვიცით ერთ-ერთი ცნობილი მუსტანგი Foxy მაგალითად. პირადად მე რო შემეკითხოთ, ეგ მანქანა ძალიან მომწონს და საკმაოდ დიდი ისტორიის მანქანა არის. თუმცა უკვე 90-იანებიდან, 94 წლიდან იწყება ამ მანქანის წარმოება. მოდი ახლა ჩვენ ჩავხედოთ მის ძრავს, თუ როგორი ძრავი არის. კონკრეტულად ამ მანქანის ძრავი მე გითხარით, რომ არის 5 და 0, ეს არის შემდეგ ესე ვთქვათ ძრავი გამოცვლილი და დაყენებული, რომელსაც აქვს უამრავი თორქი. აი პირველი მეორე აქვს ამ მანქანას, აი რაღაცას ასწავლ. ბურნაუთი გინდა თუ სრიალი გინდა, მანქანის არაფერზე უარს არ ამბობს აბსოლუტურად. სტანდარტულად იხსნება როგორც ყველა მუსტანგი. ეს იყო ადრე, აი ეს სამაგრი და ეხლაც 2013-2014 წლის მუსტანგებსაც პრინციპში ეს აქვს, რომელიც მე რო გითხრათ სიმართლე ძალიან მომწონს და პრობლემა არ მაქვს არანაირი ამ კინასთან. აი ეს არის ის 5 და 0 ძრავი, რომელზეც ჩვენ გქონდა საუბარი და საკამაოდ კარგად მუშაობს ამდენი წლის მანქანა, ამდენი წლის ძრავი და მისი სიარული, მისი ხმა მოკლედ არის ძალიან მშვენიერი. ფაქტიურად მე რომ მოვდიოდი გზაში, აი 90-იანებში მეგონა თავისებრი შეგრძნება მქონდა, ინტერიერი თვითონ სასაული არის, მაგასაც მოგვიანებით ვისაუბრებთ მაგასაც და ნუ ძრავს ხედავთ რაც არის, ვიზუალზეც ვისაუბრეთ. პრინციპში რატო ვისაუბროთ მოგვიანებით ჩვენ ამ მანქანის ინტერიერზე? მოდი
ჩავжდეთ მანქანაში და დავიწყოთ მასზე საუბარი. 1999 წელს შეწყდა უკვე ამ კუზაუს წარმოება და შემოვიდა ახალი ვერსია, რასაც ჩვენ ვეძახით რესტაილინგს. ესვეტე კობრა, ტერმინატორი, რომელიც არის მუსტანგის მხსნელი და კამაროს ეგ ყველამ ვიცით, იმიტომ რომ 2004 წელს კონკურენცია ვერანაირი ვერ გაუწია ესვეტე კობრა, მით უმეტეს ტერმინატორს, კამარომ და მომხმარებელის ძალიან დიდი, ესე იგი, ემოციები გამოიწვია კონკრეტულად ამ მოდელმა და არავის არც ერთ ამერიკელს აღარ უნდა კამარო. ყველა ყიდულობდა მუსტანგს და ფორდის ბიუჯეტიც საგრძნობლად გაიზარდა. რაც შეეხება ამ მანქანის ინტერიერს, არის ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი. პრინციპში იგივე სალონი არის რესტაილინგშიც. რაც შეეხება საუარძლებს, არის ძალიან ხარისხიანი ტყავით შეკერილი. კარებს, მის მასალას, ასევე ტორპედოს მასალას. ფაქტიურად ეს ყველაფერი არის პლასმასი და რომელიც ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი, თუმცა ეს მანქანა იმდენად გათვლილი იყო მის სპორტულობაზე, არავინ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა იმ მასალას, ყველაზე რა იქნებოდა ტორპედოზე. ტყავი იქნებოდა თუ პლასმასი. ძალიან ბევრი ადამიანი და კრიტიკოსები ამბობენ იმას, რომ არის უხარისხო. კი ბატონო, დავეთანხმები, მაგაში ნამდვილად ვერ შევედავები, იმიტომ რომ ავიღოთ ამ წლოვანების გერმანული მანქანები ან იაპონური მანქანები, ბევრად შიგნით, ასე ვთქვათ, არის კომფორტული და არის მაღალი ხარისხის ტყავით ყველაფერი გაკეთებული, მუსტანგში აქ არ გვხვდება. თუმცა მისი საქმე რაც იყო, ყველაფერი ამ მანქანამ შეასრულა, ამ მოდელმა შეასრულა ყველაფერი ზედმიწევნით და ერთ-ერთი მიზანი რაც იყო, რომ დიდი კონკურენცია გაეწიათ კამაროსთვის, კამარო ფაქტიურად ბაზრიდან აბსოლუტურად გააქრეს. რაც შეეხება ინტერიერს, აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ჩემთვის პირადად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფორდში მუშაობდა ერთი აფრო-ამერიკელი ინჟინერი კაცი, მას ჰყავდა შვილი, ემელინ კინგი, რომელიც იყო მხატვარი და ის მუშაობდა შიდა დიზაინზე. მან შექმნა ზუსტად აი ის დიზაინი, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და ფაქტიურად ამ დიზაინმა გასტანა დაახლოებით 10 წელი. მე ძალიან მომწონს აი ზუსტად აი ეს ფორმები, რომელიც არის კინგის დახატული, ეს არის მისი შექმნილი ვიზუალი და ის არის საკმაოდ დახვეწილი, საკმაოდ საინტერესო და რაღაც ბრუტალურიც, რაღაც მამაკაცური, ჩემთვის პირადად ყოველ შემთხვევისას კლასიკურია. არის კლასიკური, რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს მას ვადა არ გადის და ყოველთვის ამ მანქანის მოყვარულები ტკბებიან აი კონკრეტულად აი ამ სალონით. მოკლედ, ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ ტრადიციულად საბარგულისკენ და ვნახოთ თუ რამდენად დიდი საბარგული არის ან პატარა. იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის მანქანის საბარგული. არ აქვს მნიშვნელობა ის სპორტული იქნება, საოჯახო, ჯიპი თუ ფურგონი. ეს რა თორნიკე ესე იგი წინასწარ ჩაალაგა ამდენი რამე მანქანაში მე არ ვიცოდი რომ ესეთი ამბავი დამკვდებოდა რომ ესე იგი დაგვიმტკიცოს თუ რამდენად გამოსადეგი და ძალიან დიდი საბარგული აქვს მაგრამ თორნიკე შეხედე ახლა რა ხდება ჩვენი ტრადიცია ხო არის რომ საბას ჩაგუჭავიცი ხოლმე მანქანაში რა საბარგულში ეხლა ვეღარ ჩაგუჭავ ჩემო ძმო რა გავაკეთო აი ეს რა მიკენი რა არის ეს ბიჭო რამდენი ტილო არის სადად იხარ რას აკეთებ ძმობას გაფიცებ ეს სადაა ესად ქონდა ბიჭო ამას უყურებ აი ეს არის ცხაურა მეგობრებო 2013-2014 წლიანი მანქანის თუ არ ვწდები ნორმალური საბარგული არის თუმცა მოუწესრიგებელი არის და ეს თორნიკეს არ ეკადრება. აი ძალიან მაგრად მომწონს ხმა ჯერ გაღების, როგორი არის და მე დახურის. რაღაცა ძველებური ხმები მოდის რა, რომელსაც ასევე გადაყავხარ ძველ ისტორიაში. სამწუხაროდ საქართველოში ეს მოდელები ძალიან ცოტა არის, 10-ზე ჩამოსათვლელი, მაგრამ არ ღირს ძვირი ეგ მანქანა, 4-5,000 ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ, თუ ვინმემ დააპირა გაყიდვა და მე ვფიქრობ ამ ფასში არის მართლა იდეალური მანქანა, იმიტომ რომ ის არის oldi უკვე, ძველი ისტორია, მას ძალიან ლამაზი ინტერიერი აქვს, ძალიან ლამაზი არის. გარედან ძრავი აქვს საუკეთესო იმ პერიოდისათვის რაც ცხენებიც იყო ასე ვთქვათ რა სოფლიო ამ ავტო წარმოებაში მშვენიერი ცხენები აქვს, მშვენიერი თორქი აქვს და მე ვფიქრობ რომ ამ ფასიდან, ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე ეს მანქანა არის საკმაოდ კარგი. ეს იყო ჩვენი მოკლე მიმოხილვა, მოკლე ტესტ-დრაივი SN 95-ის
Ford Mustang-ისა. თქვენ მეგობრებო, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩვენ მოგწეროთ, თუ რამე საინტერესო მანქანა გექნებათ შემოთავაზებაში, ჩვენ უარს არ გეტყვით, აუცილებლად გადავიღებთ. გვაქვს დაახლოებით უკვე 4-5 შემოთავაზება, საინტერესო მანქანები და ჩვენ აუცილებლად მათ გადავიღებთ და შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოებში. Burning inside me, the desire to be free. Ford Mustang-თან დაკავშირებით, არ უნდა მეთქვა.